მოგესალმებით. ეს არის გადაცემა მომავალი თაობა. მე კი მისი წამყვანი 23 საჯარო სკოლის მოსწავლე კეთი ხუცეშვილი გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ნანუკა კასრაძე და ანანო გუგუშვილი. დღევანდელი გადაცემის თემაა გადატეხის ასაკი. მოდით დავიწყოთ იქიდან თუ რა არის გარდატეხის ასაკი და რა ცვლილებები მიმდინარეობს ამ დროს ადამიანში. გისმენთ ანანო. გარდატეხის ასაკში პირველ რიგში ადამიანი ყალიბდება როგორც პიროვნება. მიმდინარეობს ჰორმონული ცვლილებები და საერთოდ ადამიანს უჩნდება აზრი ჩვენი სამყაროსადმი. ეს ასაკი ყველა ადამიანში ინდივიდუალურია. ზოგ ადამიანში 12-13 წლიდან 15-18 წლამდე გრძელდება, მაგრამ შეიძლება ეს პროცესი ხელოვნურადაც იქნეს გაზრდილი და 22-დან 30 წლამდეც კი გაგრძელდეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ შეიძლება მთავარი მიზეზი იყოს მშობლების დამოკიდებულება. რა ძირითადი პრობლემები ახლავს გარდატეხის ასაკს, ანუ გარდატეხის ასაკის თანმდევი პრობლემები? გარდატეხის ასაკში საერთოდ ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, ხასიათი ძალიან იცვლება ადამიანის, ძალიან უხეში ხდება, ოჯახში მიმდინარეობს პრობლემები, მშობლებს არ სიამოვნებთ, როცა ბავშვები ესეთ ხასიათზე არიან, მაგრამ შეიძლება ყველა ადამიანს ესე რომ ვთქვათ, თავისი პრობლემა გააჩნია. რაც უფრო მწვავე ამისი ურთიერთობა მეგობრებთან, ოჯახში და გარემოსთან, მით უფრო რთულად გადააქვს გარდატეხის ასაკი, მაგრამ არიან პიროვნებები, ვისაც ძალიან შეიძლება იოლად გადაიტანოს ეს გარდატეხის ასაკი. ამ ასაკში ადამიანებს ახასიათებთ ეგოცენტრულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ამ რაღაც უყურებს ამ პრობლემას მხოლოდ თავისი თვალსაზრისით და არ შეუძლია ეს დაინახოს სხვისი თვალით. ამიტომ ბევრი პრობლემა იქმნება ამ მშობლებთან, რადგან ხანდახან მშობლებიც ვერ იგებენ ამ ყველაფერს, მის აზრს და ხშირად ჩხუბით და ძალით მოქმედებენ მას, რაც არ შეიძლება ამ ასაკში დავშობოთ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებიც იყვნენ ჩვენ ხელები, მშობლებსაც ჰქონიათ გარდატეხის ასაკი და მათაც ესეთივე პრობლემები ჰქონიათ თავის მშობლებთან, მაგრამ ასე თუ ისე მშობელსა და ბავშვს შორის იძაბება ურთიერთობა. ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენი აზრით რით არის გამოწვეული ის, რომ მშობელი მაინც ვერ უგებს შვილს? ალბათ ჩვენივე სასიკეთოდ. რას თქვით? ჩემი აზრით ადამიანი ამ ასაკში ბავშვი გადადის დიდობის ასაკში პატარაობიდან. თვითონ ვერ ერკვევა დიდია თუ პატარა, როცა ჭირდება ხან დიდია, როცა ჭირდება პატარა. ამ წისին ცდილობენ დამოუკიდებლობა მოიპოვონ, იცხოვრონ დამოუკიდებლად და ასე ვთქვათ, მშობლები იმას ვერ ეგუებიან, რომ პატარაობიდანვე გამოდიან პატარაობის ასაკიდან და ვერ ეგუებიან იმას, რომ უკვე თავისით შეუძლია იცხოვროს ბავშვმა და უნდა რომ ისევ მათთან იყოს ეს შვილი და მათზე იყოს დამოკიდებული. ანუ აგრესიულობა მოზარდებში ერთ-ერთი მთავარი თემაა. თქვენს გარშემო თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც მოზარდი ცდილობს აგრესიით და ძალადობით დაიმკვიდროს თავისი ადგილი? რა თქმა უნდა. ეს შემთხვევა ძალიან ხშირია და ჩემი აზრით აგრესიულობა გამოწვეულია იმ პრობლემით, რომ ადამიანს ვერ აქცევენ ყურადღებას, ანუ არ არის ყურადღების ცენტრში და ამ აგრესიულობით ცდილობს დაიმკვიდროს თავისი ადგილი. ეს ყველაფერი ძირითადად გამოწვეულია ოჯახიდან, ანუ შეიძლება ის ოჯახშიც ასეთი დამოკიდებულება აქვს მის ოჯახში და ის ცდილობს, რომ ქუჩაში ის იგივე აგრესია გამოავლინოს და დაიმკვიდროს ადგილი. ასევე ეს შეიძლება იყოს წრით, სადაც ადამიანი ტრიალებს გამოწვეული ამ წრით და სამეგობრო წრით თავარი მაინც ოჯახი. საერთოდ ფსიქიკა ადამიანის იცვლება გარდატეხის ასაკში და როცა შენ არ გაქვს იმდენი ყურადღება შენი მეგობრებისგან, თუნდაც ოჯახში არ ხარ დედისერთა და ყავს ვინმე, უფრო მშობლები არ არიან მარტო შენზე გადმრთულები, როცა სადაქალაქოში ხართ რამოდენიმე მეგობარი, არ ხარ შენ იმ შემთხვევაში ცენტრი. ამიტომ შენ კიდე ყურადღება მიიქციო შენი უხამსის აქციელით, თუნდაც იცვლება შენი გემოვნება, გადადიხარ უფრო რაღაცა სხვა სტილზე უსმენ რაღაცა მძიმე მუსიკას და ძალიან უცნაური ხდები და ამით გინდა რომ მიიქციო ყურადღება, რაც ჩემი აზრით ცოტა არამისაღებია. დიახ, ანუ თქვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ოჯახიდან მომდინარეობს ეს ძირითადი პრობლემები. როგორც ოჯახიდან, ესევე შენი სამეგობრო წრიდან, არა მარტო ოჯახიდან, იმიტომ რომ შეიძლება ოჯახში ძალიან კარგი დამოკიდებულება გქონდეს ყველასთან, მთელი ყურადღება შენზე იყოს, მაგრამ შენ არ გყავდეს, არ გაფასებდეს იმდენად რამდენადაც უნდა გაფასებდნენ შენი დაქალები. ამიტომაც იქცევდე ყურადღებას არა მარტო ოჯახში, არამედ ყველგან, სადაც გაქვს საერთოდ შეხება რამესთან.
დიახ, მოდით ვისაუბროთ ჩაცმულობაზე. თვლით თუ არა, რომ ტანსაცმელმა შეიძლება გამოაშკაროს ადამიანის სულიერი სამყარო და რა დატვირთვა აქვს ამას გარდატეხის ასაკში, ტანის სამოს? ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი აკვირდება ტანსაცმელს. ახლა შეიძლება ჩემთვის და ვიღაცისთვის მეორე ხარისხოვანი იყოს ადამიანის ჩაცმულობა, აი ყველაფერი, მაგრამ დღევანდელი თაობა, ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტად აკვირდება ტანსაცმელს, აკვირდება მის ოჯახურ მდგომარეობას, აკვირდება მის სადაქალოს და ასე რომ ვთქვათ, წრესს. მატერიალურზეა გადართული. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი იმას, რომ ადამიანის მთავარია სულიერება, ადამიანთან ვერ იმეგობრებ, ვერ მიხვალ ახლოს, თუ ჯერ არ მოგეწონა ფიზიკურად, არ შეხედე, არ მიგიწია მისკენ გულმა. ძალიან ბევრი ადამიანი აქცევს ამას ყურადღებას. აუცილებელიც არის ჩემი აზრით, რომ ადამიანი იყოს მოწესრიგებული, ეცვას ნორმალურად და აქედან გამომდინარე იგი ისეთ წრესს პოულობს, ჩაცმულობით ვერ იპოვოს. ანუ მთავარი ფასი არა, მთავარია რაღაც შინაგან კულტურას გამოხატოს მაინც ტანის სამოსი. კი, შინაგან კი, მაგრამ ამით შეიძლება იმშოვოს, ასე ვთქვათ, მეგობრები, რომ მოიზიდო ადამიანი. კი, მაგრამ ეს ჩვევა არ არის მარტო მოზარდებში, ეს არის როგორც დიდებში, ნებისმიერ ასაკებში, კი? თუნდაც ძალიან პატარა როცა ვიყავი და რაღაც ბაღში რომ ეტყვნენ რაღაცა და რაღაცა ძალიან მიუხედავად იმისა რომ რაღაც ჩამოყალიბებული აზროვნება არ მქონდა მაინც ახთენდა გავლენას. შინაგანი კულტურა, ასე რომ ვთქვათ, აღარ ფასობს იმდენად, რამდენადაც შენი როგორ გამოიყურები გარეგნულად. არიან მოზარდები, რომლებიც გარდატეხის ასაკში იწყებენ მძიმე მუსიკის მოსმენას, ირჩევენ განსხვავებულ სტილს. რა არის მათი მესიჯი საზოგადოების მიმართ და რას ცდილობენ, რისი თქმა უნდათ? პროტესტს გამოხატავენ. თუნდაც იმის გამო, რომ აი, როდესაც ადამიანს ან ცოტა თავისუფლება შეეზღუდება, ან პირიქით ძალიან მეტი აქვს თავისუფლება, ანუ არ ჯდება იმ ჩარჩოებში, რაც უნდა იზრდეს, ამ შემთხვევაში ადამიანი გამოხატავს პროტესტს. ერთი რომ პროტესტს გამოხატავს, თუ მეტი აქვს თავისუფლება, აი რაღაცის თქმა უნდა და აი რაღაც მიიქცეს ყურადღება. როცა მშობლებისგან გაქვს, აი ნუ ესე ვთქვათ, არ აინტერესებს, უნდა რომ ამითი მიიქციოს ყურადღება, რომ შენ შნა მიიღოს. რომ მე ვარსებობ. და თუ ნაკლები აქვს თავისუფლება, მაშინ პირიქით, უნდა რომ მშობელს გააგებინოს, რომ ის არის ნებისმიერი ადამიანი, მართლმადიდებლურადაც არის ესე, რომ ყველა ადამიანი არის საკუთარი თავის უფალი. და ამიტომაც უნდა გააგებინოს, რომ მასაც აქვს რაიმეს თქმის უფლება, ჩემი აზრით. მეც ასე ვფიქრობ, რომ შეიძლება ადამიანმა პროტესტი არ გამოთქვას თავისი ჩაცმულობით ან ვარცხნილობით, მაგალითად არსებობენ ემოები. ისინი არიან საზოგადოებისგან, მე ასე მგონია, რომ გარიყულები. და ისინი ცდილობენ შექმნან ისეთი თავისი წრე, ისეთი ვარცხნილობა, ჩაცმის სტილი, მუსიკის მოსმენის, ან ცხოვრების სტილი, ტრადიციები, რომელშიც კარგად გრძნობს თავს და რომელშიც არ არის საზოგადოებისგან გარიყული და იქ არის თავისი აზროვნების ხალხთან ერთად. ანუ ვერ აღიქომს ამას ისე ცუდად, როგორც შეიძლება მშობლები უშლიან, რომ რატომ აკეთებ ამას. ეს არის მთავარი პრობლემა მოზარდების და გარდატეხის ასაკის, რომ არ შეიძლება მშობლებმა მაგრამ აი ძალიან იშვიათია ემოები პატარა ბავშვები. უმეტესად ემოები არის გარდატეხის ასაკი. 14 წლიდან. ბებერი ემო არ მინახია ნამდვილად. არც მე. ანუ გარდატეხის ასაკის შემდეგ და რაღაცა მიზეზი ხომ არის ამ გარდატეხის ასაკში, რატომაც ხდებიან ემოები, რაღაცა ალბათ განიცდიან შინაგანად და ეს ემოობა პოულობენ ხალხს, რომლებიც აზროვნებენ მათსავით და თითქოს ერთად და უმკლავდებიან რაღაცას, რაც მათთვის პრობლემაა. ხო, მე ვფიქრობ მაინც, რომ ეს არის მესიჯი, შემომხედეთ, მეც ვარსებობ. დიახ, პროტესტი. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მივადექით ეკლესიის როლს მოზარდებში და ეკლესიას შეუძლია თუ არა დაეხმაროს მოზარდს, რომ ეს გარდატეხის პერიოდი გადაალახოს უფრო მშვიდად. რა თქმა უნდა. ეკლესია არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანი ისვენებს სულიერად. მაგრამ დღევანდელ თაობაში ძალიან მომრავლებულია ათეისტობა. და საერთოდ მაგასაც ვაკვირდები, რომ ათეისტი უფრო ადამიანი ხდება ისევ და ისევ გარდატეხის ასაკის შემდეგ. მანამდე ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული, ვერ აცნობიერებს საერთოდ რა არის თუნდაც ჩვენი სარწმუნოება, მაგრამ როდესაც არიან ამდენი ათეისტები და შენ გელაპარაკებიან ამაზე, ისინი თავისას ამტკიცებენ და შენ თუ ძალიან ძლიერად არ გწამს შენი სარწმუნოების, მაშინ რთულია რომ აი დაძლეო ის ბარიერი
და აი ასე ვთქვათ შენც არ მიყვე ათეიზმს ძალიან რთულია როცა ამდენი არიან და თან ამტკიცებენ თავის აზრს ამიტომაც ყოველთვის უნდა გჯეროდეს შენი რელიგიის საერთოდ ეკლესია არის ადგილი სადაც სულიერად მშვიდდები ადამიანი ამიტომაც ვფიქრობ რომ გარდატეხის ასახში ადამიანი ცილდება ეკლესიას ასე რომ ვთქვათ შეიძლება რამდენიმე პერიოდის მერე დაუბრუნდეს მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ცილდება ამიტომაც ძალიან ხშირად უნდა იაროს ადამიანმა ეკლესიაში რომ ეს არ მოხდეს კი ეკლესიას ცილდება ადამიანი იმის გამო რომ მას უკვე სხვა ინტერესები უჩნდება სამეგობრო წრეა მათთან ერთად სიარული გართობა მაგრამ ჩემი აზრით ადამიანმა რომ ეს ასაკი ეს პერიოდი ადვილად გადაიტანოს აუცილებელია იაროს ეკლესიაში ეს არა იმიტომ რომ დამშვიდდეს ეს არის ადამიანი იგებს რა უნდა გააკეთოს და რა შეიძლება და რა არ შეიძლება მაგალითად არ ვაყენებ ემოს შეურაცხყოფას რომ შეუჩნდით მაგრამ იმ ადამიანებმა ვერ იპოვეს თავისი ადგილი არ უვლიათ ეკლესიაში თორე ამ რაღაცას ასეთ რაღაცას ვერ გააკეთებენ უნდა ყავდეს მოძღვარი შეიძლება მშობელს ნებისმიერ საკითხზე დაელაპარაკოს ბავშვი მაგრამ მშობელი ისეთია რომ უნდა უფრო და კარგი და უფრო კარგი და ეს იწვევს რომ შეიძლება შენ ვერ გაიგო რაღაც და მშობელმა აღარ იყოს ნერვები და გეჩხუბოს. როდესაც ყავს მოძღვარი, შეგიძლია ნებისმიერ პრობლემაზე დაელაპარაკო და მოძღვარი შენ ჩხუბით არასოდეს არ გეტყვის არაფერს. მაგრამ ადამიანის ბუნებაზეც არის დამოკიდებული, ზოგს ესმის, ადამიანის სიტყვა ზოგს არ ესმის. და ალბათ ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგეთ, რომ ეს პრობლემა ადვილად გადაიჭრას და მთავარია უფრო ოჯახი. ძალიან ხშირია კიდევ მოზარდებში ეკლესიის გამო დაპირისპირება. არა მარტო მოზარდებში, როგორც დიდებში, აი ძალიან ბევრჯერ კამათობენ. აი ეს არის ყოველდღე მიუღებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ყველაფერს უნდა ვცეთ პატივი, ყველა სარწმუნოებას, მაგრამ აი საერთოდ ძალიან რთული თემაა რელიგია მოზარდებში. იმიტომ რომ ჯერ ვერ ვაცნობიერებთ თავიდან ბოლომდე რა არის ეს და გვინდა და ვთვლით რომ ვაცნობიერებთ და ამის გამო ძალიან იწაბება საერთოდ ურთიერთობა მოზარდებს შორის. და ყველაზე მთავარი ადამიანს არ უნდა დავაძალოთ ეკლესიაში სიარული. ხო, მაგას რაც ჩვენ თუ დავაძალეთ ეს არის ადამიანი ამ პერიოდში ხდება ისეთი რომ იცის ყველაფერი გონია იცის უკვე გაიზარდა დიდია შევიდა დიდების ცხოვრებაში იღებს იმ პრობლემებს რაც დიდებს აქვთ და ჩვენ თუ მას რამეს დავაძალებთ ის პროტესტს გამოთქვას რომ მე ვარ და შენ ნუ მასწავლი რას ვაკეთებ ეს არა მარტო ეკლესიაში ყველაფერში ადამიანს რაც უნდა ის უნდა გააკეთოს მით უმეტეს მოზარდმა ხა რაც უნდა არ არის ეს ლაპარაკი რაღაცა უხამსობაზე და რაღაცა ის საერთოდ სპორტზე ეკლესიაში სიარულზე რაც ადამიანს გულით უნდა იმას გააკეთებს და სულ რო დააზალო ჩემი აზრით არაფერი არ გამოვა ეგეთ და რაც ყველაზე მთავარია ეკლესიაში უნდა მიდიოდე ღმერთის სიყვარულით და როცა რაღაცა არ გინდა და რო გაძალებენ უკვე გაგიჩნდება იქ დაბრკოლება რომ არ გინდა და რაღაცა აი შეიძლება სიძულვილის მომენტიც გაგიჩნდეს რაღაცა ისედაც დამერწმუნებით არ გქონიათ არც ერთ შემთხვევა რომ აი რაღაცა ორად იყოფით რაღაცა ერთი მე გეუბნება რომ არ შეხვიდე მეორე მე გეუბნება რომ შედი გიჭირს მამაოსთან ახსარების ჩაბარება არ გქონიათ აი რაღაცა მინდა რომ ვუთხრა და ბოლომდე ვერ ვეუბნები კი დაბრკოლება თქვენი აზრით მოქმედებს თუ არა ტელევიზიით გადმოცემული ძალადობა მოზარდის ფსიქიკაზე მე თქმა უნდა მოზარდები უკვე ძირითადად არიან კომპიუტერზე და ტელევიზორზე გადართულები უკვე ესეთი წიგნების გამოვიდა რომელშიც აღწერილია ძალადობა ჩემი აზრით ამ პერიოდში ან თუნდაც პატარა ბავშვი მე მინახავს 3-4 წლის ბავშვი ზის და თამაშობს counter-ს და ძალადობის ან ზომბები რაღაცა და როდესაც ამ პერიოდში ეს ყალიბდები ძალადობით ყალიბდები ბავშვი ფაქტიურად ძალადობით ყალიბდება იმიტომ რომ იქ ხედავს იმას თამაშობს იქ იჭრება როლებში ანუ არ უნდა აყურებინონ მშობლებმა ეს მშობლებმა უნდა გადაწყვეტონ ეს პრობლემა. იცით რა არის ორნაირი ძალადობა. ანუ მე მაქვს ამაზე ორი მოსაზრება. როდესაც შენ უყურებ ძალადობას, როცა ხარ უკვე ზრდასრული ადამიანი, ეს არის კაი, იმიტომ რომ იმ ძალადობიდან შენ იღებ შენთვის მისაღებს. ხვდები რომ ეს არის ცუდი. ხვდები რომ არ უნდა უყურო ამას. ან უნდა უყურო, ოღონდ აქედან გამოიტანო შენთვის ხო, სასარგებლო. რაც შენ ცხოვრებაში გამოგადგება, მაგრამ როცა ამას უყურებს 10 წლის, 8 წლის და თუნდაც 13 წლის ბავშვი, ის ამას ვერ ხვდება და ძალაუნებურად იღებს. თვითონაც იგივეს აკეთებს და ფიქრობს რომ ძალადობით შეიძლება ყველა პრობლემის გადაჭრა. მაგრამ როდესაც გაქვს შენი აზრი
ხარ უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება, შენ შეგიძლია იქიდან თავისუფლად მიხვდე და გამოიტანო შეთვის სასარგებლო აზრი. მართალია და ანუ პატარა ბავშვებს მშობლებმა ისევ და ისევ ამაზრდება რომ მშობლებმა უნდა შეუწყონ ხელი რომ ეს პერიოდი გადაიტანონ უმტკივნეულოდ და ამ პერიოდში მე ვთვლი რომ ბიჭები უფრო მტკივნეულად აღიქვამენ ვიდრე გოგოები. მე მაგალითად არ ვამბობ რომ ყველაფერში კარგი ვარ, მაგრამ მე ჩემ ძმაზე უკეთესად ეხლაც ამ პერიოდში ვარ, მაგრამ ძალიან მტკივნეულია ბიჭებში ეგ თემა, იმიტომ რომ ისინი უფრო არიან თავი მე ყველაფერი ვიცი, მე უკვე დიდი ვარ და მშობლების დარიგებას აღარ იღებს. საერთოდ ძალადობა მოზარდებში ყველაზე ცუდად აისახება ოჯახში. როდესაც ოჯახში არის დაპირისპირება, ან თუნდაც ძალადობა, ეს მოზარდზე მოქმედებს ყველაზე მეტად. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ეს იყო გადაცემა მომავალი თაობა, მე კი მისი წამყვანი ქეთი ხოცეშვილი გახდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.